მოგესალმებით ცურფასო ტელემაყურებლებო, შუა დღემშვიდობისა, გამარჯობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს ახალ წელს, არაერთ გზის მოგილოცეთ, მაგრამ მაქვს პატივი დღესაც მოგილოცოთ, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თქვენი ნატურების ასრულება და რაც შეეხება გადაცემის სტუმრებს, მოდი წარმოგიდგენთ და გააგაცნოთ ბიჭები, რომლებიც კარგ წყობას ქმნიან ზოგადად ტელეკომპანია Mega TV-ს თითოეულ სტუდიაში და ალბათ გამონაკლისი არც გადაცემა შუა დღე ქუთაისში იქნება, თუ კი ხშირად უყურებთ და თვალყურს ადევნებთ ტელეკომპანია Mega TV-ში განვითარებულ მოვლენებს, ძალიან კარგად იქნებით ინფორმირებული, რომ ძალიან კარგი იუმორისტული გადაცემა შეგვემატა. ასე რომ გაგაცნობთ ბიჭებს უფრო ახლო რაკურსით, ომიკო კვიცარიძე, თაზო ხვედელიძე, გაგი ახალაძე. ბიჭებო, გამარჯობა. მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც მთავარია, სტუდიაში გილოცავთ, ან პირდაპირ ეთერში გილოცავთ ახალ წელს და მინდა ძალიან ბევრი წარმატება გქონდეთ თქვენ მიმდინარე წელს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობა. ეს გილოცავ ახალ წელს პირდაპირ ეთერში, რომ მოვდიოდით, ახლა გითხრეს რომ ხოლოდ სამი მისამაგრებელი მიკროფონი გვაქვსო. ერთი წაყვას უნდა და ერთი ომიას, ერთი მე და საზმაგაცოს საჭირდებოდა ხოლმე დაუდვე გვერდში თქო და თაზიას. გამიყვარებ, გიხდება სხვათა შორის ძალიან აკადემიურად. შემოსილხარ და ჩვეულებრივად ეს მიკროფონიც აი ესეთ გამოჭრილია შენთვის, ასე რომ შეიფერე შეგიძლია. ხო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს, ეგ ვიფიქრეთ ზუსტად. ხოთა უმრავლესობით გადაწყდა რომ თაზო გამოიყენებდა და ამ შემთხვევაში ხელის მიკროფონს, თუმცა ისიც აღმოჩნდა, რომ ზოგადად მიკროფონების ნაკლებობას არ უჩვევით, უბრალოდ საინფორმაციო ჯგუფი მუშაობს. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით არიან გასულები, შესაბამისადაც აი ესე მოხდა დღეს. მოკლედ, ბიჭებო, შენ ეს უხდება, ნუ ჯერდებით ამაზე, მე მგონი. სამი ადამიანი აქ შეთანხმებული ვარ და მოდი გვიანბეთ, ხო? გაგი. კი ბატონო. გადაცემის შესახებ გვიანბეთ. Mega show. Mega show, რომელიც პირველად გავიდა 31 დეკემბერს ეთერში საახალწლო გადაცემით და გუშინ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე და ყოველ ხუთშაბათს გავა ჩვენი გადაცემა. ნუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? დიახ, რა თქმა უნდა, საწყისებია მთავარი. ძალიან სპონტანურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გავიკეთებია ეს გადაცემა. დავუკავშირდით ტელეკომპანია Mega TV-ს, მივედით მეორე დღეს, გავესაუბრეთ, შევთავაზეთ ჩვენი პროდუქტი, შევთანხმდით იმაზე, რომ ჩაგვეწერა ერთი საცდელი გადაცემა და როგორი გამოვიდოდა და მე მგონი გამოვიდა კიდეს კარგი, საკმაოდ ნახვებით, საკმაოდ დაინტერესებით. და ვიცი, სადაც არის ოპედიშენიო, თუ როგორ არის ეს გამა. ხო, დაახლოებით. მიგიყვარს ოფეხიშენიო, ალბათ ეგ გამოვიდა, ხო? ნუ ეს სპონტანური გადაწყვეტილება გამართლა ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ თანთან უფრო უკეთეს პროდუქტსაც შემოთავაზებთ და არა მარტო Mega show, ვფიქრობ, რომ სხვადასხვა რაღაც გადაცემებზეც ვიმუშაოთ მომავალში. ძალიან საინტერესოა, თაზოსაც მივცეთ საშუალება გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები Mega show-ს. Mega show პროექტი, რომელიც მართლა ესე სპონტანურად დაიწყო, თავიდან მე არ ვიყავი, ანუ ინფორმირებული ამით, მეორე დღეს ვიდეო ამერიკას. მაგრამ საზმაკაცოს საჭიროა დავუდგე და ანუ ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ მეორე დღეს ამერიკას და ომიკო მე უნდა რომ მაგარი ამბავი მაქვს შენთვის. მოდი, ანუ მე მეგონა თავიდან რომ ეს კარგი ამბავი იქნებოდა, ჩვენ ვაპირებდით თავიდან რომ რომელიმე კაფე ბარისთვის ან ისეთისთვის შემოეთავაზებინა, რომ იუმორისტულ სკეჩებს დავდგამდით და სტენდაპის ფორმატში გავიდოდით გადაცემაში. ანუ იქ და მე მეგონა რომ ეს ამბავი იყო, რომ რომელიმე კაფე ან ბარი დაითანხმა ამაზე და ჩვენ ასე გავიდოდით ამ ფორმატით, მაგრამ მოვედი და მიყვებიან ამბავს, რომ Mega TV-ში შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტი, ჩვენს იუმორისტულმა დაჯგუფებამ დავიწყეთ სცენარისტთა დაჯგუფება. რა თქმა უნდა, შავი საფარი. არ შემოგვივარდეს ვიღაც. და ანუ ისეთ ვარიანტში ძალიან მოვიხოდეთ, ესე რომ თქვა ჟარგონულად, მივაწიქეთ ბოლომდე და დავწერეთ სცენარი რაღაც და გავიტანეთ და პირველ გადაცემაში მე ვერ მოვახერხე გამოცვლა პრობლემების გამო, მეორედან წყობს ჩავდგები და შევით ერთად მოკლედ ჩვენი გუნდი. წარმატებას გისურვებ და ძვირფასო ომიკო, მოდი შენს გვიანბე. ომია რა სიტყვა? ჩვენთან და არ სჭირდება თაზო. ნუ ხარ ბოროტი. ესე იგი პირველ რიგში მინდა სოლიდარობა. თქო. პირველ რიგში სოლიდარობის ნიშნად გაერთიანდა. პირველ რიგში მივესალმები შენს მაყურებელს, მიულოცავ ახალ წელს პირდაპირ ეთერის მეშვეობით. ნუ რა თქმა უნდა, ისაუბრეს ბიჭებმა ყველაფერი როგორ დაიწყო. ჩვენ გვინდოდა რომ გვიყვარს იუმორი, იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც გვიყვარს და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ის დიდი ნაბიჯი გადაგვედგა, რასაც ტელევიზია ჰქვია.
გადავწყვიტეთ რომ მოსულიყავით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნანას თოშხუას, რომელიც დაგვიდგა გვერდში, სჯერა ჩვენი, სჯერა რომ კარგ პროდუქტს გავაკეთებთ და ჩვენ იმის პირობას ვდებთ რომ ნელ-ნელა უფრო განვითარდებით, რადგანაც რაც უფრო მეტად გაქვს პრაქტიკა, მით უფრო იზრდები. და აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ ელოდეთ ბევრ სიურპრიზებს, ბევრ საინტერესო სტუმრებს, ბევრ გადაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაც დეტალები, რაც შეიძლება შესამჩნევი არის, შეიძლება არ არის შესამჩნევი, არის რაღაც ხარვეზები გადაცემაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს გადაცემა იდეალურად გავიდეს. ნელ-ნელა გავიზრდებით და ამის პირობას ვდებთ, რომ უფრო უკეთეს პროდუქტს დავდებთ, ვიდრე ის წინა გადაცემა. ხო, გაცრავად, ჩამეწერებით. შეიძლება ვერ გავიზრდეთ. იმას უფრო 14 წლის მე არ გავაზრდი გახდა. შესაბამისად იქნებდა სასწავლები მოხდეს ამ წელს მაინც. ხაზო, იმედი გაკადაწურებთ. ხო, მაგ რაღაც დავნიშნოთ კიდე რომ ჩვენს იუმორისტულ ჯგუფს, რომელსაც ქვია შავი სათვალე. დაჯგუფებას ხო, როგორც თაზონაღნიშნა. დაჯგუფებას შავი სათვალეს. ნუ ერთი ადამიანი აკლია ახლა გადაცემაში არის, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანაგუნდელი, ჩვენი ძმა, გვანცა ქობალავა, რომელიც შეუძლოთ არის დღეს და ვერ მოვიდა სამწუხაროდ. გამოჯანმრთელობა ვუსურვებთ. საქმე მდგომარეობს ამ ყველაფერში. ბატონი აუცილებლად ახალი წელი მიულოცოთ და გამოჯანმრთელებაც ვუსურვებთ. და კარგი, მაინტერესებს შემდგომი რამ. ადამიანი ვინც ერთხელ მაინც მოვა მეგატივში, ყოველთვის ამჩნევს რომ აქ რაღაც სხვანაირი აურა და ჯანსაღი გარემო. მოდი გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. გარემოსაც შეეხება, კი ნამდვილად განსხვავებული გარემო არის. ერთი ოჯახი არის ეს ტელევიზია, ასე რომ ვთქვათ. ძალიან თავისუფლად გნობს ადამიანი. თითქოს ყოველთვის აქ იყავი, ხო? ხო, აი ზუსტად ამის თქვა მინდოდა, ხა აი 2 დღის მოსული ვიყავით ტელევიზიაში, რომ უკვე თავი გვეგონა რომ 1-2 წელი აქ მუშაობ თითქოს, უკვე ყველანაირი კომპლექსი რაღაც აი თავისუფლებათან ისეც მინდა აღვნიშნო რომ სულიად თავისუფალი ტელეკომპანია არის, არავინ არ გვეუბნება, აი ამაზე არ იხუმროთ, ამაზე იხუმრეთ, ამაზე რატო შვებით და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მომწონს ეს ატმოსფერო, იმიტომ რომ სრული თავისუფლება გვაქვს. რაზეც გვინდა, შეგვიძლია როგორც სტილის გვაქვს ჩვენ, თლიანად შევთავაზოთ მაყურებელს. თაზო, რამდენად გამოიყენებთ აი ამ თავისუფლებას ზედმეტად კარგად იმისათვის, რომ კარგი პროდუქტი შექმნათ? ვეცდებით ყველანაირად, იმიტომ რომ მე დავეთანხმები, ბევრი არაფერია დასამატებელი. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ეს იგივე სიტუაციაში აღმოჩნდი, როცა აქ მოვედი, ყველა ძალიან მეგობრულად, ასე რომ ვთქვა, ასაკის მომცავდა თან. განურჩევლად ასაკისა, ნუ ყველა ის მეგობრულად ვიყავით ძალიან ერთმანეთთან და ეს სიტუაცია ჩემთვისაც ძალიან მოსაწყენი და გამოსაყენებელია, შესაბამისად ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეც გამოვიყენო და ჩემი უნარება აქვს მე პირადად მე სარკაზმული იუმორის მიმდევარი ვარ ძირითადად, ჩაცმულობიდან გამომდინარე, ის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და ჩაცმულობაზე რო არ ახსენოს რა. რა თქმა უნდა, და ამიტომ ვეცდები რომ ჩემი სტილი საკმაოდ ხარისხიანი იუმორით დავდო შედეგი მე პირადად. მე მინდა ის კი, მოსაწრებები და აქ აღნიშნოთ რომ თქვენ ჩართული იყავით იმ აქციაში, რომელიც დეკემბრის მიწოდოს ტელეკომპანიის თემაში ორგანიზების გაკეთდა და ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ. მოდი გავხსენოთ ეს აქციაც და ის გარემო, რომელიც აქ დაგხვდა, ნამდვილად კარგი იქნება თქვენთვის, რომ თითქმის გაგეხმაროთ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო პროექტი იყო, მე გაჩუქებ სიხარულს, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებოდა და ჩვენის მხრივ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დავხმარებოდით ამ ადამიანს, გვერდით დავდგომოდით, მთავარში იყო ბევრი რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ ჩვენი ოპერატორი როგორ არიგებდა საჩუქრებს, გიორგი, ძალიან საინტერესო გამოვიდა და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ადამიანს ხედავ გაღიმებულს და ბედნიერს. გიორგი. ყველაზე მაგარი არის ის, რომ ადამიანს უხარია რაღაცაზე იღიმება. სწორედ ჩვენ საქმეს წარმოადგენს, რომ ადამიანი გავაღიმოთ რაღაცით, პოზიტივი შევიტანოთ მათ ცხოვრებაში. ხო, რაც შეეხება დახვედრას, იმ სტაფს, რომელიც მეგატივში არის, არიან ძალიან კარგად მეგობრულები. პირველი დღეს როგორც კი შევედით ჩვენ ოთახში, დავჯექით, დავიწყეთ სცენარზე მუშაობა, აი ყველა შემოდიოდა ბიჭებო, აი თქვენ ხართ ის იუმორისტები და რაღაც მოდიოდნენ თანთფილად რამეს რჩევებს გვაძლევდნენ, ასე შეგიძლია ნიუსრუმიდან სულ ახალი ინფორმაციებს გვაწვდნენ, რომ ბიჭებო შეიძლება ამაზე იხუმროთ და ჩვენს მხრივ 24 საათი აქ ვართ, აი დილიდან მოვალთ, დავჯდებით რაღაც მონტაჟს ჩავუჯდებით, იქეთ სცენარს ჩავუჯდებით და აი მართლა შემდეგი დღეებისთვის ამ დღეებში ხალათ შუსტებს მოვიდანთ და გადმოცემთ. კი, აი აქ დავდგომ სტენკას და პირადად შევსწავლე. სტენკა აქეთ მოვუდგებ, აი აქეთ ხარ. ხო, სტენკა დავდგეთ. კარგი. მოდი დავუბრუნდეთ ისევ გადაცემას.
იუმორისტულ გადაცემებს ეს დეფიციტ საქართველოს არ განიცდის, ხო? თქვენი ხელწერა მითხარი, ხო, ანუ ქუთაისი განიცდის და საქართველოს განიცდის ქუთაისური იუმორის ნაკლებობას ეს დეფიციტს, ხო, ის ზუსტად. ეს პირველი იდეა იმიტომაც მოგვივიდა, რომ ქუთაისში გადავხედეთ, არ არის იუმორისტული გადაცემა, არანაირი. არც ამი კონცერტები რაღაც შოუ ადრე ტარდებოდა ხოლმე რაც ჩვენს ბავშვობაში საახალწლოდ მაინც რაღაც იუმორისტული კონცერტები მახსოვს ხარული მატარებელი გიზო კაკაურძის ხელმძღვანელობით და ასე შემდეგ რაღაც და ნუ უნდა ჭირდება ქუთაისი ეს პირველ რიგში ეს არის და ნუ ჭირდება არ აკეთებს აუდი ჩვენ გავაკეთოთ და ზუსტად ეს იყო თავარი იდეა რომ ქუთაისური იუმორი არა მარტო ქუთაისური ჩვენ გვაქვს სტანდარტული იუმორიც მაგრამ აი ეს ქუთაისური ხელწერა ეტყობა თან ძალიან კარგად ეტყობა ჩვენს იუმორს ქუთაისური ხელწერა და გვინდა რომ ჯერ ქუთაისელებმა ნახოს ეს და ქუთაისელებმა ნახოს რომ აი ქუთაისური იუმორი და შემდეგ უკეთ საქართველოში ესეთი და ეს დეფიციტი შეივსოს როგორმე ჩვენი პროდუქტით ომიკო, რა პრინციპით არჩევთ ზოგადად სტუმრებს და განაგრძობთ მომავალში სტუმრების შერჩევას? სხვათა შორის ბატონმა წამყვანმა ექსპერიმენტად შეიძლება მოხდეს. არა, ბატონმა წამყვანმა ბატონმა გაგი მე დამავალა. ბატონმა გაგი. კი, მე დამავალა სტუმრებზე მუშაობა, სტუმრების შერჩევა. ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი დავით ლიკლიკაძე. პირველი გადაცემა გვინდოდა რომ გამოსულიყო მაქსიმალურად იდეალური, კარგი თავისი სტუმრით. აი ბატონ დავითის იუმორი ძალიან მოგწონს, თითოეულ ქუთაისეს, არა მარტო ქუთაისელს მოსწონს და მაქსიმალურად შევეცადეთ რომ დათო დაგვეთანხმებინა, დათოც რა არ დაგზავნდა, რა თქმა უნდა, სიხარულით მიიღო ჩვენი შემოთავაზება და რა ვიცი პირველ გადაცემას უყურა მგონი კარგი გამოვიდა დავითის სტუმრობა მეორე გადაცემის სტუმრად იყო ბატონი სამსონ გუგავა სხვა შორის გუშინ გავიდა მეორე გადაცემა და სამსონზეც ვიცოდით რომ კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა და აქედან გამომდინარე მოვიწვევთ შემდეგ გადაცემებში მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ თუ ვინ იქნება თუმცა პატარა მინიშნება ხო არ გავაკეთოთ მეც არ ვიცი ვინ არის და იქნებ გამოვიცნო ნუ შემდეგ გადაცემის სტუმარი იგეგმება რომ იყოს ქუთაისელი გამოცილი იუმორისტი და გამოცილი მსახიობი თუ ვინ იქნება ამას უკვე რამდენიმე დღეში გაიგებთ. და კიდე გვინდა რომ მრავალფეროვნება იყოს სტუმრის მხრივ, აი მაგალითად პირველი სტუმარი ჟურნალისტი იყო, მეორე პოლიტიკოსი, არ გვინდა რომ სულ ან ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი. ხო, აი ნებისმიერ და მაქსიმალურად იმედი გვაქვს რომ შემოწოვი. ნახოთ, დავფიქრდები, მომცემთ ხო ცოტა დროს ფიქრიც ბატონო. ჩვენ ხო არ დავფიქრებულ ვართ, როდესაც შენ შემოგთავაზე სტუმრობა. ასე რომ არც ვერ მივიღეთ. საზო, მოდი მითხარი, გარდა ამ გადაცემისა მე ვიცი რომ მე გოპრობთ უკვე წლების განმავლობაში რა საქმიანობთ გარდა იმისა რომ გადაცემაზე მუშაობ ზოგადად მე ვიცი რომ მრავალმხრივ ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებით ბრძანდებით თაზო ნუ მე სტუდენტი ვარ პირველ რიგში ამ დავსოფლე საერთოდ პროფესიასავით უკვე ნუ სწავლობ მაგას გარდა გერმანული შესწავლით ვარ დაგავული ასევე ყალებში რო წერალი ვარ მომწონს წერა და ჩემს გარემოს უფრო იდეალურად მკრთალი განათება რაღაც კალამი ფუცელი წერა მიყვარს ძალიან ამასთან ერთად მეგობრებთან როცა გავდივარ ეს არც ეს არის ძალიან სტერეოტიპულად ჩვენთან რომ უბრალოდ სიერთობთ უბრალოდ რაღაცა არა ყველგან ვცდილობთ რომ რაღაცა შევხედავთ იმაზეც ხუმრობა დავწეროთ ვცდილობთ რომ იმაზეც ვიხუმროთ ელემენტარობზეც ვცდილობთ რომ თუ კი ერთად ვართ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფრისგან შევქმნათ იუმორი ამისთვის მოძრაობთ. იმას იქ ყავს სამეგობრო, რომელთანაც შეიძლება იგივენაირად როგორც სხვა ხალხი ერთობა გავიაროთ, კინოში გავიდეთ, კაფეში დავიდეთ. ამას ჩვენც ვაკეთებთ უბრალოდ იმ კაფეშიც, იმ კინოშიც, იქაც ვცდილობთ რომ რაღაცით იუმორის თვალით შევხედოთ ყველაფერს. ასე რომ რა ვიცი, ბევრი მისწრაფებები მაქვს იუმორის დარგის გარდა და უბრალოდ ვთვლი რომ ეს კარგად გამოდის და მინდა რომ ამ ხობებიდან, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი გამომართო და აღმოჩნდა ჩემი პროფესია. მოდი ომიკოს ხობები გავიგოთ ეხლა. მე მესმის თქვენ. კარგი, მოდი მითხარი. შენზე გვია მე ძალიან მithom მე ვიცი რომ მუსიკა გიყვარს ძალიან და სხვათა შორის და უნდა გავიხსენო ეს მომენტი, როდესაც ბატონ სამსონ გუგავას არა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს ახდი გადაცემა დისკურსის და წვეშენი მაისურის მოვიხდით და მაშინ მიქცია ჩემი ყურადღება. მოდი მიამბე შენს მისწრაფებებსა და შენი ჰობის შესახებ. ნუ იქიდან დავიწყოთ რომ მე სტუდენტი ვარ, ომიკოს სტუდენტი არის, თაზოც თაზოს ხო თავის სტუდენტია, რაღაცა საჭირდებოდა ეხლა ხო უნდა ყოფილიყო სტუდენტი. ნუ პლუს ამას რა თქმა უნდა მიყვარს მუსიკა ბავშვობიდან, სადღაც 6-7 წლის ასაკიდან უკვე მუსიკაში ვარ ჩართული, ჩემს სმენელი ვიყავი, შემდეგ უკვე მე თვითონ შევქმნიდი მუსიკას, უკრავ გიტარაზე, მეც და ომიკოც ყავდა პატარა ბენდი, ომიკოც მეც და ომიკო უკრავდით გიტარებზე და განცას ოთაშოი ჩვენი პატარა დრამერი იყო. და ძალიან კარგად
საქმიანობით. ასე ჰობეს შეეხნო მუსიკა, იუმორი, ზითად ეს. ამით შემოვიფარგლებით. ომიკო, რატომ არ პოვა პატარა ბზენდი მაგალითად? როგორ ფიქრობ, რომ შეუშალა? გაგზელებას მეტი რა იყო და მაგიტო. არის უბრალოდ იმ საქმეს მოგვიდე. ხელი რომელიც უფრო მეტად გვიყვარდა, ნუ იუმორი. და ამ სფეროში ვხედავთ უფრო ჩვენს თავს ალბათ ვიდრე მუსიკაში და აქვე მინდა აღნიშნო რომ ჩვენ თავზე ვისაუბრეთ, განს აქ არ არის, მოდი მასე მე ვისაუბრებ. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და გვანცას სახით უყავს ძალიან მაგარი მსახიობი, ძალიან მაგარი შემსრულებელი, კარგი სცენარისტიც და სამწუხაროა რომ ვერ მოახერხა დღეს მოსვლა, მაგრამ შენ კიდე თუ დავკვადიჟებ. ნანო ალბათ გაინტერესებს როგორ გავიცანი ჩემი ერთად. კი, როგორ გაიცანი? გაინტერესებს ხო? ნუ პირველი გავიცანი ომიკო. იმიტომ არ არის ჩემი კურსელი იყო. მანამდე. ნუ ესეთი შევხვდით, გავიცანით ისე გამარჯობა, გაგიმარჯვოთ, ვიცოდით ერთმანეთს, მაგრამ ომიკომ გაიცოდა რომ მე ვკითხე როგორ ხათქო და წამოვიდა ასე. მე გაიგო რომ მასაკას თამაშობდი, 5 წელია ამ იუმორის სფეროში ვარ და ომიკოს უნდა ცალკე გუნდის გაკეთება, რომ თავის გუნდი ყოლოდა მანსანკანში. მაგრამ როცა ძმაკაცებს დაჭირდა. მე შეთავაზე რომ ნუ არ გინდა ერთი ცალკე გუნდი, იმიტომ რომ არც ხალხი არ ყავს და მე მყავს გუნდი და მოდი ჩემთან იყავით თქო. არაო, აი ის მინდაო, ჩემი გუნდიო და პრინციპული ომიკო. მე ურჩიე რომ არ გინდა მეთქი რა გითქო. და ბოლოს ნუ მარჯვა თქვენ სჭიდილში. გეტყვი ხავი ხო და ანუ მისი გუნდის წევრებზე უთხარი რომ მეთქი არ გეკ ნუ ყავდა ერთი გუნდის წევრი ხო ყავდა ორი ხო იყავი ჯამში მეთქი არ გინდა ნუ იქნები მაგის იმედზე მოდი ჩემთან თქო და ბოლოში არც ბევრი თვითონ მოვიდა ჩემთან გავუშვიდა თვითონ დაუბრუნდა ხო და აიო ესე იქნები შენს გუნდშიო შემდეგ დაიწყო იმით რომ დავიმატეთ ორი გოგონა ყავდა რა და ამ ორმა გოგონამ მოიყვანა თაზო თან ესე სულედ ესე ვზადებით მასანგანი ჩემპიონატისთვის და მოდი აი გაგაცნობთ ჩემს მეგობარსო კარგი ბიჭი არის და გუნდში ავიყვანოთო რა თაზო მქო მაგარი ხუმრობა და ჩვენ ახლა მასაგაზონზე გავიდეთ თქო მოვიდეთ ხელი ჩამოვიყვანეთ და მე ისე მოხდა რა ეს ორი გოგო რა წავიდა ჩვენი გუნდიდან ვერ დაჩენ რაღაც მიზეზს და დაგიტოვეს თაზო ხო ხო ასე სამი ვართ ახლა ერთი გვაკლი ერთი გოგო მაინც მინდა რომ ყავდეს და საშუალო Facebook პოსტიდან აღმოაჩინე განსხვავებული ხო და ანუ სცენარი დაწერილი გვაქვს ემზადებით მასაკანისო და ერთი ხუმრობა იყო ერთ-ერთი ხუმრობა ისო ტერორისტის პანაშვიდით რა ხო გახსოვს და კამიკაძის გოგო გჭირდება ხო კამიკაძის პანაშვიდი და ხუმრობა იყო ისეთ ხუმრობაც ერთი 20 ჯერ ქონდა განაკეთები და უკვე აღარ გვეცინება ისე იგი ხუმრობაზე მოვიდა გვანცა და მოდი ახლა რაღაცნაირად რაღაცა ხუმრობა გავაკეთებიო თქო ისე ითამაშა ის ხუმრობა დაგხოცა სიცილი 20 ჯერ განაკეთები ხუმრობაში მოკლა სწორედ ამის დაშვება შეიძლება არ სათქო და შევიკავით ესეთი გუნდი რომელიც უკვე მასანგანშიც მომაწილეობდა, იქეთ იყო სხვა ფესტივალები, გააცინდა, მოიგე აქეთ რაღაცა და აი მოვედით ამ ყველაფრიდან. და ეხლა დამკვიდრდით აქ, დავით რა სტენკას ჩამიდგავთ მართლა დროულად ნენელა დაგემშინა. გონი არჩევს ომიკო და თაზე იყურება რაღაც სტუდიაში და არჩევს კონკრეტულ ადგილს რომ სტენკა დამიდგანს. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და აქვე ჯანსაღი იუმორის უპირატესობებზე მითხარი ომიკო. ჯანსაღი იუმორის უპირატესობა. თაში მდგომარეობს ჯანსაღი იუმორის უპირატესობები. მოდი რას ვიტყვიცი, ტელემაყურებელს ურჩევ რომ უყუროს ჩვენს გადაცემას და თავად ის შეაფასებს ეს ჯანსაღი იქნება თუ არა. ჯანსაღი იუმორი რა თქმა უნდა ყოველთვის კარგი არის და მაყურებელმა გადაწყვიტოს მოდი ჩვენი იუმორი რამდენად არის ჯანსაღი, არის თუ არა ის საერთოდ იუმორი და ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ მაქსიმალურად ვეცდებით და მაქსიმალურად ვეცდებით იმას რომ განვითარდეთ და უფრო კარგი ხარისხი დავდოთ. დავალოდოთ ხოჩაბაც ხო, საინტერესოა ვინ არის სტომარი, მეც დავფიქრდები და ბოლომდე შევეცდები რომ ჩემი ვერსია მაგაწოდოთ. წარმატებას ვუსურვებ მეგაშაოს და წარმატებას ვუსურვებ თვითონ თქვენ. წარმატებას ვისურვებ შეც. დიდი მადლობა. მადლობა. ომიკო კვიცარიძე, თაზო ხოიდელიძე, გადი. ახალაძეებს სტუმრობდა ტელემაყურებელები ვიდეოები დავამშვიდობები, რამოდენიმე წუთი შევისვენებ და კვლავ შემოგიერთდებით, ეს მას ნიშნავს, რომ უნდა დამელოდოთ დროებით.